კახეთში ვაზის გაჩეხვასთან დაკავშირებით დღეს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებმა ძიძიგურმა და კახაბურკოვამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. ძიძიგურის განცხადებით ხელისუფლება ქართულ ვაზს ისევ მიმართულად ანადგურებს და გლეხებს ვაზის გაჩეხვაში გარკვეულ თანხას თავადოს. მათი თქმით ამის შესახებ განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმაც მოაწერა. პარტიის მცდელობის მიუხედავად პრემიერთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. პარტიის ბრალდებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში უარყოფენ და ამბობენ, რომ დედოფლის წყაროს რაიონებში ვენახის ყურძნის ახალი ჯიშებითა და სხვა კულტურების ჩამოცვლების ინიციატივა თავად მოსახლეობის მხრიდან მოდის. ხალხურად არის არაკანონიერი და სისტემატური დანაშაული სახელმწიფო დოკუმენტების მიმართულ ენახების გაჩეხვისათვის, ამიტომ ჩვენ ალბათ მოვამზადებთ ამ დროს პროკურატურას გადავწყვეტთ ამ მასალებს, ვიდეო მასალებს გუშინ გაიხსენეთ, ამას გადავწყვეტთ პროკურატურას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ უახლოეს დღეებში დადგება ინტერესების შესახებები პასუხისმგებლობის საკითხი ამ კამპანიაში მონაწილეობა. ჩვენ უბრალოდ გვაქვს სურვილი თავისი პირით თქვა და სახალხო თქვა, რატომ იჩესება მისი განკარგულება საქართველოში ვენახები. თან ყველაზე მსმოიარე, ყველაზე კარგი ვენახები და ამაში ეხია თან ჩვენ ფულს, ბიუჯეტის ფულით ფინანსება ეს არის ანტიეროვნული, ანტიქართული ქმედება, ამ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და პრემიერ-მინისტრი ვალდებულია გამოვიდეს და განმარტება გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ეს შეგვხდება თუ არ შეგვხდება, ჩვენ ისიც ვერ გაბედა, მე მგონი, რომ შეხვედროდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ქონოდა ჩვენ, ეს მისი პრობლემაა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხით უკმაყოფილოა. იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა კვირეულის მეორე დღე სასამართლოში არსებულ პრობლემების და იმ დარღვევების მიუძღვნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ადამიანის უფლებათა დეკლარაციით არის აღიარებული, თუმცა საქართველოში მისი ხარისხი დაბალია და განსაკუთრებით იმ საკითხებში, თუ სასამართლო დავა სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთანაა კავშირში. მართალია ჩვენ დავამარცხებთ ქსამდე დაფუძნებული სასამართლო ხელისუფლება, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ დღეს სასამართლოში ძალიან აქტუალური არის პოლიტიკური კორუფცია მელიტას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე სერიოზულ გავლენას. ჩვენი შეფასებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი უკიდურესად დაბალი არის იმ საქმეებში, სადაც მაღალია სახელმწიფოს ინტერესი. ეს არის საარჩევნო ძალები, გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები, ტელეკომპანიებთან დაკავშირებული საქმეები, ამის ნათელი მაგალითი არის ის, რაც ხდება იმასთან დაკავშირებით, ის რაც ხდება მაესტროსთან დაკავშირებით. კომპანია ნოტები ეკონომიკის სამინისტროს საიჯარო ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს და ზარალის ანაზღაურებას ხოს. კომპანიის წარმომადგენლება და ადვოკატმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და ეკონომიკის სამინისტროს გარდა საიჯარო ხელშეკრულების დამხმარებლად რუსთაველის 32 ნომერში მდებარე ფართის მფლობელი მზია კაკაბაძე დაადანაშაულეს. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით საქმე ეხება ორწლიან ხელშეკრულებას, რომელიც შპც ნოტებმა ეკონომიკის სამინისტროსთან გააფორმეს, თუმცა მათი თქმით, სამინისტრომ ტერიტორია მზია კაკაბაძეს გადასწერის შემდეგაც კაკაბაძემ და მისმა წარმომადგენლებმა ისინი ძალით გამოყენებით რუსთაველის 32 ნომრიდან გამოაძევეს. კომპანია ნოტების ადვოკატი თვლის, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მზია კაკაბაძესგან რუსთაველის 30 ნომერში მდებარე ფართი გადაიფორმა, ხოლო სანაცვლოდ 32 ნომერში მდებარე ფართი გადასცა. კომპანია ნოტების წარმომადგენლებს პირველი ინსტანციით სასამართლოში დარჩენილი აზა უკმაყოფილეს. მეორე ინსტანციაში გასაჩივრებას კი მათი თქმით იმის გამო, რომ ბაჟის გადასახადი კანონით 8000 ლარია კომპანია ვერ ახერხებს. მზია კაკაბაძეს ნდობით აღჭურვილმა პირმა ვინმე ნუკრი თურმანიძემ თავის თანამზრახულებთან ერთად შეიჭრენ ჩემს იჯარით მოპოვებულ მაღაზიაში, იგი დაარბიეს. გაანადგურეს შინო ცხოველი, აბსოლუტურად თქმამები. კედლები დაანგრიეს, ადინები ჩამოყარეს და მე აღმოჩნდი იქიდან გამოსახლებული. მე დაახლოებით უკვე თითქმის წელიწადზე მოვიდა. სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ნებისმიერი მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში საიჯარო ურთიერთობა გრძელდება და ახალი მესაკუთრე ვალდებულია დაიცვათ საიჯარო ვალდებულებები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გაასწრა და პრივატიზაცია გაუკეთა ამ უძრავ ქონებას, მზია კაკაბაძეს დაუმალა ის ფაქტი, რომ საიჯარო იჯარის ქონა გაცემული, იჯარის იმყოფებოდა 2009 წლამდე შეიმართმუნებელი, ანუ გაასწრა როგორც უნაკლო ინიციაცია მითითებული იმაში, რა ქვია, ამ საიჯარო პროცედურას პრივატიზაციის განხადებაში. და შემდეგ გადანაშაულებს რა თქმა უნდა მზია კაკაბაძეს, რომელიც დანაშაულებრივად შეიჭრა ამ ფაქტში და მოახდინა შემადგენლობის მაგზომიერი მფლობელის გამოსახლება ამ ფაქტიდან. სამგორის
მოსახლეობისგან რაიონში არსებული პრობლემები დღეს კიდევ ერთხელ მოიწმინდა. მისის თქმით, არჩევნების პერიოდში ხელისუფლებისგან დაპირებული საქმეების დიდი ნაწილი შესრულდა, თუმცა სამგორის რაიონში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა დარჩენილი. სამგორის რაიონის მაჟორიტარი მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებას დღეს კიდევ ერთხელ დაპირდა. დღევანდელი ჩემი შეხვედრა აუცილებლად არის. ერთ-ერთი შეხვედრა საანგარიშო გავიდა პერიოდი ჩვენ შეძელით ნაწილი ჩვენი დანაპირების შესრულება ძალიან მცირედის ნაწილი ვერ შეძელით და ამაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ გულღიათ გამჭვირვალეთ რა შეძელით რა ვერ შეძელით რა იყო მიზეზები და ერთად დავსახოთ შემდგომი მოქმედების გზები. სახალხო დამცველის ოფისში დღეს ისაც საუკეთესო მოსწავლე დააჯილდოვეს, რომლებმაც საუკეთესო შეფასება მიიღეს მოსწავლეთა ნაშრომების კონკურსის სახელწოდებით ღირსება და სამართლიანობა ყოველასათვის. გამარჯვებულები დღეს სიგელებით და სხვადასხვა პრიზებით სახალხო დამცველმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დააჯილდოვეს. კონკურსი სახალხო დამცველის ოფისის გაეროს წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო და კერძო სკოლების მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ გამარჯვებულებს კომპიუტერი, ვიდეოკამერა და ფოტოაპარატი გადაეცათ. მოხდენილია ყოველდღიურად ვატარებ მსგავს კონკურსებს, ზოგჯერ ნახატების, ზოგჯერ ექცეების, ზოგჯერ ორივე. თემების არის მრავალფეროვანი, მაგალითად, იბრძოლების ტოლერანტობა საქართველოში, მრავალეთნიკური საქართველო, როგორ ვიცით ადამიანის უფლებების და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, არის გაეროს მიერ გამოცხადებული თემა, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ამოსვლისთან დაკავშირებით. ეს არის ღირსება და სამართლიანობა ყველასათვის. და გურბაში ვიწყებენ ფიქს ამ სერიოზულ თემებზე, დავადებენ მათ ხედვას, კითხულობენ, სწავლობენ რაღაცას, ეს არის ძალიან კარგი. და ზოგჯერ ისეთ რამეს გვეუბნებიან, რაც სახელმწიფო შეიძლება გამოდიოს ჩვენთვის ჩვენ საქმიანობაში.